არსებობს ობიექტი, რომელსაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევენ, მაგრამ მის საიდუმლოს დღემდე ვერ ხსნიან. ზოგი მას იესო ქრისტესთან აკავშირებს, ზოგი კი შუა საუკუნეების უდიდეს მისტიფიკაციად მიიჩნევს. ეს არის ტურინის სუდარა, 4 მეტრზე მეტი სიგრძის სელის ქსოვილი, რომელზეც ადამიანის სხეულის გამოსახულება ჩანს. მრავალი ქრისტიანი დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ ის სუდარაა, რომელშიც იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ გაახვიეს. გამოსახულებაზე ჩანს ჭრილობები, რომლებიც საოცრად ჰგავს სახარებებში აღწერილ ჯვარცმის კვალს. ლურსმნები ხელებსა და ფეხებზე, მათრახის დარტყმები და შუბით მიყენებული ჭრილობა. 1898 წელს, როდესაც სუდარას პირველად გადაუღეს ფოტო ნეგატივზე, ადამიანის სახე გაცილებით მკაფიოდ გამოჩნდა. აღმოჩენამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამოსახულება არ არის ჩვეულებრივი საღებავით დახატული და მას ისეთი თვისებები აქვს, რომელთა ახსნა დღემდე რთულია. თუმცა 1988 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ქსოვილი შესაძლოა შუა საუკუნეებში იყოს შექმნილი. ამის მიუხედავად დავა დღემდე არ დასრულებულა. არის თუ არა ტურინის სუდარა იესო ქრისტეს ნამდვილი დასაფლავების ქსოვილი? თუ ეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისტიფიკაციაა, საბოლოო პასუხი ჯერაც არ არსებობს და სწორედ ამიტომ ტურინის სუდარა დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება. ვრცლად წაიკითხეთ სტატია საიტზე ცნობისთვის.com.